მსოფლიო დონეზე აღიარებული ქართველი კომპოზიტორის იუბილისადმი მიძღვნილი ორ განყოფილებიანი საღამოსთვის მზადება დასკვნით ფაზაშია. ხვალდაზე თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე გია ყანჩელის ცნობილი ნაწარმოებები აჟღერდება, შესრულდება კინოსა და თეატრისთვის შექმნილი კომპოზიციები, ასევე პროგრამაშია კომპოზიტორის მიერ გარდაცვლილი მეგობრების ხსოვნისადმი დაწერილი ნაწარმოების ტექსტი ახლებული შესრულებით. ცნობილ კომპოზიციებთან ერთად მაყურებელი გამორჩეული ქართველი კომპოზიტორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სამსახურ დოკუმენტურ კადრებს იხილავს. მათ შორის უფრო მეც გაიგებს კომპოზიტორისა და ცნობილი ქართველი რეჟისორების ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ. გია ყანჩელის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი საღამოები თბილისის საკონცერტო დარბაზში 25 და 26 მარტს გაიმართება. ეროვნული სიმფონიური ორკესტრისთვის სტიქსი კარგად ნაცნობია. აქამდეც რამდენჯერმე შეუსრულებიათ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. თუმცა, შესრულება, რომელიც ახლა მზადდება, გამორჩეული იქნება. სცენაზე განსაკუთრებულად დიდი შემადგენლობაა და ინსტრუმენტალისტების ფართო ჩამონათვალს გუნდის მრავალხმოვანება ავსებს. სტიქსის შესრულება ეს არის ორკესტრის ერთგვარი ტრადიცია, რომლითაც ყანჩელს და მის ხსოვნას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. შევასრულებთ მის უკდავ სტიქსს, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული და ცნობილი ნაწარმოებია ყანჩელის მემკვიდრეობაში და აი სტიქსის შესრულება ამჯერად არის განსხვავებული წინა ყველა შესრულებისგან, იმით რომ პირველად პროფესიონალური და ასაკის, ასე ვთქვათ, მქონე გუნდების ნაცვლად მასში მონაწილეობას იღებს ახალგაზრდული შემადგენლობა, გორის გოგონათა გუნდი, ნინო ციკლაურის ხელმძღვანელობით და ანსამბლი მძლევარი. გია ყანჩელის დაბადებიდან 90-ე საიუბილეო წელს მისი მეგობარი ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ორი კონცერტით აღნიშნავს. ორ განყოფილებიან საღამოზე სტიქსთან ერთად შესრულდება მისი პოპულარული ნაწარმოებები კინოსა და თეატრისთვის. გარდა იმისა, რომ ეს უდიდეს ქართველი კომპოზიტორია, ჩვენთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასი, როგორც უფროსი მეგობარი, ასევე ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელობდა და ძალიან დიდი კომაგი იყო ჩვენი შემოქმედებითი საქმიანობის. გიორგი ცაგარელი, რა თქმა უნდა, იქნება სოლისტი. ყანჩელი თვლიდა, რომ გიორგი მისი მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეულად კარგი ინტერპრეტატორია. და გარდა ამისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს პირველ განყოფილებაში უკვე შევასრულებთ მის კინოსა და თეატრისთვის შექმნილ უკდავ შედევრებს ეკრანის თანხლებით, ბექა გოჩიაშვილი იმპროვიზირებით. ამ კონცერტს სხვებისგან ის ემოციური კავშირიც გამოარჩევს, რაც სცენაზე მდგარ თითოეულ მონაწილეს. ჩვენი თანამედროვეობის ამ უდიდეს კომპოზიტორთან აქვს. გია ყანჩელი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ხშირად მუშაობდა. გორის გოგონათა გუნდთან იგი ჯერ კიდევ მაშინ დამეგობრდა, როდესაც ბავშვთა გუნდი ერქვათ და სწორედ ამ გუნდს მიუძღვნა სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნილი ნაწარმოები დედაენა. ამიტომ მათთვის სტიქსზე მუშაობა მეტად საინტერესო და საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. როდესაც ნიკოლოზ რაჭველმა ეს შემომთავაზა, ცოტა შევშინდი, იმიტომ რომ მოითხოვს ურთულეს ტექნიკურ შესაძლებლობებს, მოითხოვს საკმაოდ ისეთ გამოცდილებას და აქამდე ახალგაზრდულ გუნდს ეს არ შეუსრულებია და ცოტა შემეშინდა, მაგრამ მიყვარს ხოლმე სირთულეებთან შეჭიდება და შევეჭიდეთ მე და ჩემი გოგონები და მე ვფიქრობ, რომ წარმატებით გავართვით ამ დავალებას თავი. ყანჩელის მონატრებას დოკუმენტური კადრები შეავსებს. ეკრანზე საარქივო მასალას წარმოადგენენ კომპოზიტორის ცხოვრებიდან. მის კოლაბორაციას ლეგენდარულ რეჟისორებთან, ელდარ შენგელაიასთან, გია დანელიასთან, ლანა ღოღობერიძესთან და რობერტ სტურუასთან. გია ყანჩელის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი საღამოები 25 და 26 მარტს თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.